ახალი წლის ლოდინი. პატარა სოფელში, სადაც საათიც კი თითქოს დროში იყო ჩარჩენილი, ცხოვრობდა მოხუცი, სახელად გრიგოლი. ის ცნობილი იყო იმით, რომ შეეძლო ამინდის პროგნოზირება წვიმის წვეთებით და მეზობლების განწყობა მიწაზე ფრინველის ფრთების რაოდენობით. მაგრამ ერთ დღეს გრიგორიმ გადაწყვიტა, რომ დროა ისწავლოს მომავლის პროგნოზირება ჯადოსნური ქვის დახმარებით, რომელიც, როგორც ამბობდნენ, ტყის ტბის ფსკერზე იყო. მისი ძველი ცხვირსახოცი ის ტყეში შევიდა. გზად იგი შეხვდა ტიტმურს, რომელიც ტოტზე ცახცახებდა. დარწმუნებული ხართ, რომ ეს ქვა გჭირდებათ? რა მოხდება, თუ ის უბრალოდ გვიან, მაგრამ გრიგორი უბრალოდ წუწუნებდა, მან იცოდა, რომ ვერ გამოტოვებდა შანსს გამხდარიყო დიდი მკითხავი. როდესაც მოხუცმა ტბას მიაღწია, მან დაინახა მზის სხივები, რომლებიც მის ზედაპირზე თამაშობდნენ. წყალში ხელის ჩასმით იგრძნო ყურში ჩურჩული ცივი ტალღები, ნუ იჩქარებ ბრძენო. ნამდვილი სასწაული არ არის ქვა, არამედ ის, რაც შენს გარშემოა. გრიგორი ფიქრობდა ამის შესახებ, მაგრამ შემდეგ მისი ყურადღება მიიპყრო რაღაც გამოუყენებელი ბოლოში. მან ჩაყვინთა და სასწაულებრივად ამოიღო არა ქვა, არამედ პატარა ხუთი. გახსნა, მან იპოვა შენიშვნები გამოცანებით. თითოეულმა თავსატეხმა მიიყვანა იგი ახალ აღმოჩენებამდე ცხოვრების, სიყვარულისა და თუნდაც იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაერთოთ სწორად. გრიგორიმ სათითაოდ დაიწყო მათი გადაჭრა და ყოველი გამოსავალით მისი სიცილი უფრო ხმამაღლა იზრდებოდა. როდესაც ის სოფელში დაბრუნდა, მან თავი დაანება პროგნოზების ტვირთს და უბრალოდ დაიწყო მაცხოვრებლების მოყოლა მისი აღმოჩენების შესახებ. სოფელი გაცოცხლდა და ხალხმა მისი ისტორიების მოსმენით სიცილი და ცხოვრებით ტკბობა დაიწყო. და თითქმის თვალს ყველა ამ უბრალოდ შეარყია მისი ხელმძღვანელი, ფიქრობდა, აქ არის ნამდვილი ჯადოსნური ქვა, სიცილი და სიხარული. ასე რომ ერთი წლის შემდეგ იმ დღეს, როდესაც ყველა ახალ წელს ელოდა, გრიგოლმა სოფლის ცენტრში ყველა შეკრიბა. მან დაიწყო თავისი თავგადასავლების შესახებ და თითქოს მაგიით, ყოველი სიტყვით, რომელზეც ლაპარაკობდა, ცა ვარსკვლავებით იყო სავსე, სოფელი კი სიცილით იყო სავსე. ასე მიხვდა მოხუცი, რომ ნამდვილი მაგია არა ქვებში, არამედ იმაში,